მაგერ 90-იანების დასაწყისში მოხერხდა მხოლოდ რომ კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის დროს რომ გადაეცა საქართველოს ეკლესიას ეს ორი სიგელი, ერთი გახლდათ სწორედ ტომოსი, როგორც გვიყვარს ეს სიტყვა ხშირად და გავიგონებთ, ერთი ტომოსი ეს არის სწორედ ავტოკეფალიის ცნობის, ოღონდ ხაზგასას მე-5 საუკუნიდან და არა 1917 წლიდან და არა რომელიმე სხვა და ეს ძალიან დიდი მიღწევა იყო რეალურად საქართველოს ეკლესიის და იმ ჯგუფის რომელმაც ამისთვის იმუშავა და საკამაოდ ესეთი კარგი სასიკაზლო ჩვენი თანამემამულეები მუშაობდნენ ამისთვის რომ ამას დამტკიცება სჭირდება და ამას წარმოჩენა სჭირდებოდა სათანადოდ და რა თქმა უნდა კეთილგანწყობა მსოფლიოს საპატრიარქოს და გულწრფელი სურვილი რომ მისი მოძმე ეკლესია სამართლიანად დაებრუნებინა თავისი სტატუსი ისევე როგორც ცალკე მოხდა აღიარება კათოლიკოს პატრიარქის წოდებისა და მეორე სიგელი იქნა ამისათვის გაცემული რომ საქართველოს ეკლესიას ისტორიულად ასეთი დასახელებით მართავდა მეთაური, ხო?